ქართულ ოცნებას უკვე ტრადიციად ექცა, რომ ყოველი არჩევნების მოახლოების წინ ითხსება ახალი შეთქმულების თეორიები და თუ კი მაგალითად შარშან არჩევნების წინ კარვები აკრძალა ქართულმა ოცნებამ რევოლუციების და გადატრიალებების შიშით, წელსაც თითქმის იგივეს ამბობენ, რომ იგეგმება კონკრეტული პროვოკაციები და კონკრეტული ჯგუფები აპირებენ ამ ქვეყანაში არეულობის მოწყობას. Როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის სერიოზული თარიღია და მნიშვნელოვანი თარიღია 4 ოქტომბერი, მათ აქვთ მოლოდინი და იციან, რომ ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხი გამოვა, ამიტომაც წინასწარ ცდილობენ, რომ ხალხი შეაშინონ და აჩვენონ თითქოს რამე არაკანონიერი არის დაგეგმილი 4 ოქტომბერს, საუბრობენ კონკრეტულ პროვოკაციებზე, ყოველგვარი კონკრეტიკის და ფაქტების გარეშე და ამბობენ თითქოს ვინმეს ქვეყანაში 90-იანი წლების დაბრუნება. ერთადერთი გზა სახელმწიფო მანდატის მოპოვებისა ეს გახლავთ არჩევნები და ამ ჯგუფებმა, გულისხმობ პარტიებს და უცხოეთთან დაფინანსებულ NGO-ებს განაცხადეს, რომ ისინი გადიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ძალადობრივი გზით მანდატის სახელმწიფო ბერკეტების მოპოვებას ცდილობენ. ეს არის ის საშიში გზა, რომელსაც დღეს ადგას უცხოეთიდან კარნახით რამდენიმე პარტია და NGO. ეს არის ის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ. ადამიანის სისხლის და არეულობის მოწყობაზე და თქვენ გახსოვთ, რომ მაიდანი ძალიან შემოგვაჩვიეს ბოლო პერიოდში თუ წინა პერიოდში, მათ შორის გახსოვთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორ მოუწოდებდა დეკემბერში შარშან მაიდნისკენ ოპოზიციას. ასე რომ ამ პროცესებს ზუსტად ასე უნდა შეხედოს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ დღეს რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთთან დაფინანსებული NGO ცდილობს, რომ საქართველოში დაატრიალოს 90-იანი წლები. დღეს შალვა პაპუაშვილმა დაუშვა ის, რომ ჰექსოგენი შესაძლებელია მართლაც არა საქართველოსთვის იყო შემოტანილი და გათვლილი, არამედ მართლაც შესაძლებელია რუსეთში გადიოდა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ დაუშვათ, რომ მართლაც რუსეთში გადიოდა ეს ჰექსოგენი, მაინც დიდი ზიანი შეიძლებოდა მიეყენებინა ამ ასაფეთქებელ საშუალებას საქართველოსთვის. აქ პაპუაშვილი თავს ესხმის ომში მყოფ უკრაინას და აცხადებს, რომ უკრაინის ომი ქართველების ომი არ არის, ეს ჩვენი ომი არ არის, როდესაც უკრაინა ჩვენ საერთო მტერს რუსეთს ეომება და პაპუაშვილი ამბობს, რომ საკუთარ თავს უნდა მიხედოს უკრაინამ, ჩვენ თავი უნდა დაგვანებოს და პაპუაშვილმა თქვა, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით რუსების წინააღმდეგ, არავინ არ ჩარეულა ჩვენს ომში და არავინ არ დაგვხმარებია. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარეს დაავიწყდა, რომ აფხაზეთის ომში ასობით უკრაინელი იბრძოდა ქართველების მხარდასაჭერად, ქართველების გვერდით და უფრო უახლოესი ისტორიაც, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც პარლამენტის წინ ქართველი ხალხის გვერდით იდგა. თქვა დავიჯერეთ ეს ვერსია, რომ უნდა გაეტანათ რუსეთში და ჩვენ უკრაინის სპეცსამსახურე არაფერს არ გვერდჩოდა. 2.5 კილო ჰექსოგენი რომ იქნებოდა ავლაბრის კონკრეტულ მისამართზე. აი შემთხვევით ხო განზრახვა არ ქონდათ არა და იქ სხვაგან მიქონდათ. აი შემთხვევით ხო შეიძლება რაღაც მომხდარიყო. შეიძლება რომ შემთხვევით ის აფეთქდეს ზემოქმედების შედეგად, ან ის ტრაილერი გადაბრუნებული იყო და აფეთქებული იყო, ან იმ სახში აფეთქებული იყო. მთელ ავლაბას ხო აიტანდა ცაში. აი ამას გვიკეთებდა უკრაინის სპეცსამსახურები. ესეც რომ დავიჯეროთ, რომ მიქონდათ რუსეთში. ჩვენ რას გადაგვეკიდნენ, კაცო? ომი აქვთ იომონ. ხო ამბობენ, რომ 1000-ობით კილომეტრზე მიდის დრონები და ასე შემდეგ. შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. ეს არ არის საქართველოს ომი, რომელსაც ისინი ეწევიან და შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. როდესაც ჩვენ ომი გქონია, მათ შორის რუსეთთან ომი გქონია, არავინ, არც უკრაინელები და არავინ არ ჩაგვიტრევია, არავინ არ ჩაგვიტრევია ჩვენ ომში და არავის ქვეყანა არ დაგვიყენებია რისკის ქვეშ.
დღეს შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ასევე ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებითაც, გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და თქვა, რომ ის ძალადობას ახალისებს ამ ქვეყანაში, თქვა, რომ მას არ ემეტება თითქოს ფული იმისთვის, რომ გირაო გადაიხადოს, არადა ელენე ხოშტარიამ პრინციპული პოზიცია გამოთქვა, რომ არაპირებს გირაოს გადახდას და არაპირებს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მისთვის მიუღებელი არის. შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა ასევე ის ევროპელი პოლიტიკოსებიც, რომელმაც ქალ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოს სოლიდარობა გამოუცხადა. ელენე ხოშტარიამ ჩაედინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ერთი, მეორე, ელენე ხოშტარი არის ადამიანი, ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ შეუზღუდოს მოქალაქეებს არჩევნების გზით ნების გამოვლენა და ჩაშალოს დემოკრატიული არჩევნები და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრეს-სპიკერი მხარდაჭერას უცხადებს ასეთ ადამიანს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთება. მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0.001% გამოდის ალბათ საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ეს 5,000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული ეთყობა ენანება საქართველოს ბიუჯეტს. შალვა პაპუაშვილმა დღეს უკვე არაერთხელ მოსმენილი შეთქმულების თეორიების შესახებ ისაუბრა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ისევ თავს დაესხა უკრაინას, ევროკავშირს და ქართული ოცნების წევრები აცხადებენ თითქოს ქვეყანაში არა მშვიდობიანი რევოლუცია ან მშვიდობიანი პროტესტი მოხდება მაგალითად 4 ოქტომბერს, არამედ ცდილობენ, რომ ხალხი შეაშინონ და გაავრცელონ ისეთი ნარატივი, თითქოს რაიმე უკანონობა იგეგმებოდეს 4 ოქტომბერს და სწორედ ასეც ცდილობს შალვა პაპუაშვილი და ქართული ოცნება, რომ როგორმე მოახერხონ, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი არ გამოვიდეს.